ადამიანებს დარჩენ ან რაღაცა მაინც მათ მოწმუნეები ვარ ჩვენ ადამიანები ვარ და ის გავთხოვდეს ის იმ დღიდან აღარ არის აბსოლუტურად ყველასთან მოგხსენება რომ ჩვენ მემორანდუმი გავაფორმეთ ძირითადი მიზნის მისაღწევად რომ რაც შეიძლება მეტი ხელმოწერები შეგროვდეს და მორალური ბერკეტი შეიქმნას უმსგავსოების აღმოსაყრელად. უმსგავსოება ეს არის იმ საკონსტიტუციო ვადის გასვლის მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის საქართველოს პრეზიდენტის კამზე გამოჩება და თვითნებურად მითვისება ამ პოსტის. მე მინდა წარმოგიდგინოთ გარკვეული ხედვა და გარკვეული სქემა იმ ღონისძიებებისა, რომელიც ჩვენ გვინდა გავახორციელოთ აი ამ ეტაპზე. ამ აქტიურ ფაზაში, თუ შეიძლება ესე დავარქვათ, დავშა სულ რაღაც 20 დღე და ამ 20 დღის პარალელში ჩვენ ფაქტიურად უნდა დამაგვირგვინებელი აკორდი მოვახდინოთ. ეხლა მიზანი რა არის? მიზანი არის, რომ 4 იანვარს რაც შეიძლება მეტი ხელმოწერები შევაგროვოთ. ასევე მიზანი არის 4 იანვრამდე რაც შეიძლება მეტი აქციები მოვაწყოთ და უფრო მეტი ასე ვთქვათ ცნობიერება გავავრცოთ გინდა მაუწყებლით, გინდა პრესით, გინდა რადიოთი და ყველაზე მთავარი 4 იანვარს დღის 13 საათზე რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიყვანოთ პრეზიდენტის რეზიდენციასთან. ხვალ 5 საათზე ჩემთან ოფისში მოწვეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ესე ვთქვათ იურისპრუდენციის მამები. ლიდია უგრეხელიძე, ბიძინა სავანელი, ჯონი ხეცურიანი, ზაურ ჯინჯოლავა, დავით სუხიტაშვილი, ვენედი ბენიძე, გია მეფარიშვილი, თეიმურაზ ანდღულაძე, ზაზა ხატიაშვილი, იოსებ ბარათაშვილი, ნინო გველეტაძე, მერაბ ტურავა და ოთარ გამხელიძე. ჩვენი ესე ვთქვათ სამუშაო ჯგუფის მიერ და სხვადასხვა ინფორმაციების წყაროებიდან გამომდინარე შეიქმნა ერთგვარი სამართლებრივი კონექტურაში და სამართლებრივი ჭირში რაღაცა ინფორმაციული ველი იმისათვის რომ თუ 4 იანვარს ჩვენი მორალური ბერკეტით მიხეილ სააკაშვილი არ დაემორჩილება ხალხის ნებას ჩაირთვება აი ეს ალტერნატიული ბერკეტები, რომლითაც წერტილი დაესმევა მის მაიმუნობას და ვაქხანაგებს. დღევანდელი საქართველოს მდგომარეობა ასეთია. ზოგიერთს მივაწვდინეთ ხმა სიმართლისა, მიწოდება მარტო არ ნიშნავს გაგონებას, არამედ გაიგეს რაღაცა ახალი. ხალხმა თუ არ გაიგო და ხალხმა თუ არ აიტაცა გარკვეული პრობლემა, ისე ყველაფერი დამარცხდება. ეხლა პირველი გამარჯვება მოპოვებული იქნა იმითი, რომ ხალხი მიხვდა, რომ ის ოხრობა, რომელსაც წარმოადგენდა არსებული ხელისუფლება და პირადად პრეზიდენტი, რომლის გვარის დასახელება არ მსურს, იმიტომ რომ გონია უწმინდური თაობა, ეგენი სულ ყველა ერთად შეხრილი. მაშინ ჩვენ კიდე გამიმარჯვეთ იმით, რომ იდეალები უფრო მეტი იყო, ვიდრე დღეს არის. ეხლა დღეს დიდი ხანი არ გასულა, მაგრამ უცბად ირკვევა, რომ მთელი რიგი მომენტებია ისეთი დაშვებული, რომელსაც ასე ვერ გამოასწორებ. მიტინგით ვერ გამოასწორებ ამას. ამას ერთი თავში შეყრით, აი როგორც ჩვენა ვართ, ამით ვერ გამოასწორებ. იმიტომ რომ საფუძვლები ჩაყრილი არის ანტიქართული, ანტიეროვნული. ასე არის დაფინანსებული თავიდან, ასე არის ფსიქოლოგიურად ხალხის მიერ აღქმული და ასე არის კადრებიც განაწილებული თავიდან. ვინ როგორცად უნდა დანიშნული იყო რა ტიპის კაცი და რა მზადდებოდა კიდე მის შემცვლელად. ეს ყველაფერი ჯერჯერობით არის ავარიულ მდგომარეობაში. ჩვენგან მოითხოვება ძალიან დიდი ყურადღება. და არ უნდა დავეყნოთ იმას, რომ ეხლა მაგალითად ჩვენ სიხარულით ვიცეკვოთ. არა, ეხლა თუ ჩვენ არ გავაგრძელეთ პირველი დღის ის შეტევითი ხასიათი, რომელიც ასეთი გამარჯვებით დასრულდა და პირველი ნახევარი
გავიმარჯვეთ. რომ გამოცხადდა პარლამენტური რესპუბლიკა და არ მივიყვანეთ იქამდე რომ იყოს საპრეზიდენტო რესპუბლიკა და გამოიცვალოს ყველაფერი ის რაც დაკავშირებულია წარსულ წლებთან ეს ყველაფერი წყალში ჩაყრილად შეიძლება ადამიანებმა აღიქვას. მე ცხადია მიმაჩნია და ისე რომ ბრძოლა იწყება და არ დამთავრებულა პირველი იმიტომ რომ ეს ბრძოლა არის გაცილებით უფრო მძიმე ვიდრე ეს ჩანდა ცოტა ხნით ადრე რადგან თუ საქართველოს არ აირჩია თავისი განვითარების ახალი გზა და წავიდა იმ გზით რა გზითაც ჩვენ მივდივართ ეს უცილებლად იქნება დაღუპვისკენ მიმართული გზა ახალი გზა უნდა იყოს ის რაც ცნობილი ფრაზა არის ტაძრამდე მიგვიყვანს ეს გზა ჩანს არ არის ძნელი მოსანახი და არ არის ძნელი მოსაძებნი მაგრამ რასაკვირველია ამ გზის გავლისას ჩვენ დაგჭირდება ძალიან დიდი წინაღობების გადალახვა არ არის ეს ადვილი იმიტომ რომ ჯერჯერობით ჩვენ ვარ აბალაში დასავლეთის რადგან გონია რომ ის გადაგვარჩენს მაშინ როდესაც პირიქით ის ყოფავს ჩვენ თავს ჩვენ უნდა მივხედოთ იმიტომ რომ ჩვენი გადარჩენა ჩვენ ხელში უნდა იყოს უბრალოდ ოღონდ მე აი ობიექტივში გამოვედი წინა პარასკევს და ალბათ შემდეგ პარასკევსაც გამოვა ისაც ეხება განათლებასთან დაკავშირებით მარტო ერთი უნდა თუ აი შეხედეთ თქვენ შვილების სკოლებს რა წერია აბა საშუალო სკოლა ჩამოიღეს არის წარწერა საჯარო და საჯარო ინგლისურად ნიშნავს public schools და public school ამერიკაში არის დაარსებული გონება სუსტი ლათინოსებისა და ბავშვებისათვის და მათთვის რაც იყო სახელმწიფოები არის გადმოქართულებული რომელიც არის გონება სუსტი მასწავლებლების მიერ დაწერილი და ამით ფაქტურად მთელი სულიერება იყო და ჩვენ ოფიციალურადაც არ აგვაქვს არა მარტო საშუალო სკოლა სახელმწიფო ჩვენ არ აგვაქვს უნივერსიტეტი არც ერთი უნივერსიტეტი ჩვენთან ერთი არ არის ნოსტრიფიცირებული და მათ დიპლომებს არავითარი ძალა არ აქვს საზღვარგარეთ ისე რომ ამერიკელებმა გააკეთეს ჩვენთან სწორედ ის რეფორმა რაც მე მითხრა თავის დროზე ჰაჩისონმა რომელიც 92 წელს ატაშე იყო ამერიკის საელჩოში რომ თქვენ ხართ განვითარებადი ქვეყანა და თქვენ სახელმწიფომ შეიძლება დააფინანსოს მხოლოდ დაწყებითი განათლება ჩვენი დაწყებითი განათლება 12 წლიანი გახადეს მაგრამ დონით ის მართლა დაწყებითი განათლება არის აი ეს მოგვიტანა იმ უბედურება რომელსაც ქვია განვითარებადი ქვეყნის სტატუსის მიღება თუ ხარ განვითარებადი ქვეყანა თქვა კამბოჯის დონეზე უნდა ისე იცხოვრო როგორც იმ კანონებით იცხოვრო რომელიც კამბოჯაშია და სწორედ ამიტომ ეს ოფიციალური ინფორმაცია RT-ის მიერ გავრცელებული ამერიკული საზოგადოების რომ ჩვენთან და კამბოჯაში ზუსტად ერთნაირი განათლების რეფორმა ჩადება ისე რომ ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგჭირდება რომ აი ამ გზას რომელზედაც დაგვაყენეს როგორღაც გადაუხვიოთ იმ გზისკენ რომელიც დაძარცვა მეგობრებს მარტო ეს დარბაზი იმის საქმეულად საკმარისი რომ ეს კაცი ფერმის პრეზიდენტი არ უნდა იყოს ამ სურათებს რასაც ხედავთ თქვენ და ამ დარბაზის რაცაც ეს დარბაზი გვეუბნება ჩვენ მოაზროვნე ყველა ადამიანს ამ დარბაზის გამო არ შეიძლება ასეთი პიროვნება იყოს ქვეყნის სათავეში
სიტუაცია მარტივი რო არ არის, მე ბატონ მიხელის მადლობა მინდა უთხრა, რომ არ ეშვება ამ საქმესთან, ეს იმიტომ რომ ჩვენც ვიყავით ამ საქმის სათავეებთან, ერთ-ერთი ბიჭმენთვის როცა ვახენებდით და ვიცი ეს რთული საქმეა, რაზნელი საქმეა და ეხლა ცოტა ის შეიცვალა ჩვენ ეხლა ვთხოვთ მას, რომ გადადგეს, მაგრამ ჩვენ მაშინ კატეგორიული ვიყავით და ვამბობთ, რომ იმპიჩმენტი უნდა გამოუცხადდეს და მოამზადეთ ეს დოკუმენტი და ძალიან კარგი რომ ხვალ იურისტები იკრიბებიან, მეც დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას ერთი რამის გამო, რომ დოკუმენტი, რომელიც სწორედ იმ იურისტების მონაწილეობით შეიქმნა, თუ რაიმე კორექტირება იქნება საჭირო უნდა მოხდეს ეხლა, ძალიან საინტერესო შეხვედრაა, რომ დაგეგმილა ეს და ამ ხალხის მონაწილეობას ამ საქმეში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ არავისთვის არაფერი საქმეცნი არ აქვს. ესე იგი კონსტიტუციურადაც, იურიდიულადაც და ის ყველაფერი რაც ამ დარბაზში ხდება, კიდევ ყველა ამ მის გათვალისწინებით ასეთი კაცი ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისათვის შეურაცხყოფელია, რომ ქვეყნის პრეზიდენტია. ეხლა დღეს ბევრი რამ გვებრძვის ჩვენ. ეს მე მგონი აქ ეხლა თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ ბატონი რეზო ჩხეიძე, ეს პიროვნება, რომელიც ამისთვის მართალი გითხრათ არ უნდა ცდებოდეს, ისეთი ჩანაფიქრები აქვს და ისეთი რამ მითხრა, რომელზეც საერთოდ ფილმები აქვს გადასაჭრელი. ჩვენ უნდა ვამაყობდეთ იმის, რომ მსოფლიოში ცნობილი კინორეჟისორი და დღეს კიდევ უდიდესი რამები აქვს გასაკეთებელი და ამ საქმეშია ჩართული ჩემთვის ყველგან. გარკვეულწილად არის არათუ პასუხისმგებლობის, არამედ ბოდიში მინდა მოუხადო მას, რომ ჩვენ ვერ ვუვლით ამ საქმეს პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ბატონი რეზო ჩხეიძე დაჭირდა ამ საქმეს. აქ ნობელის პრემიის ლაურეატებთან და ლამის ბატონი მერაბ ჯიბლაძე, პიროვნება, რომელიც ფიზიკაში ძალიან ცოტა ვინმე ყავს ქვეყანას და მის ქვეყნის გარეთ ესეთ პიროვნებათა. ჩვენთვის დღეს ეს რომ ასეთი ადამიანები ჩართულები არიან, პასუხისმგებლობაცაა და გარკვეულწილად კიდევ ერთხელ მეორე ბოდიში უნდა მოუხადოთ ჩვენ იმ მოღვაწე ადამიანებს, რომელთა ბეჭედზეც მოვიდა ეს ქვეყანა დღეს კიდე ამ ხალხს ვაწუხებთ და ვეუბნებით, რომ ჩვენ მოვიყვანეთ, ჩვენ შევქმნით, ჩვენ გავადით კაცებს და ეხლა თქვენ მოგვეხმარეთ ისევ იმაში, რომ ეს კაცი არ ყავდეს ქვეყანას. არ ვიცი ვის როგორ, მაგრამ ყველა პოლიტიკოს ბოდიში აქვს მოსართელი მთელი ქვეყნისათვის, საზოგადოებისათვის, იმიტომ რომ პოლიტიკოსების ბრალია ყველაფერი რაც მოხდა. გააღმერთებენ ერთს, გააღმერთებენ მეორეს, გააღმერთებენ მესამეს, მერე ვიბრძვით ჯერ გააღმერთებისთვის ვიბრძვით და მერე მისი ჩამოგდებისათვის და ეს არის მთელი ტრაგედია. ჩვენ ბევრი რამ გვებრძვის. ამის დაობაზე ადრე გქონდა საუბარი და შიგნით და ქვეყნის გარეთ. ქვეყნის გარეთ ორი რამ. აი დღეებში ნახეთ თქვენ ახლა რას არის მაკეინი რა სიტყვის მე ძალიან არ მაინტერესებს ეგ და პირიქით. მაკეინი რო ამას ამბობს, ჩვენ მე ძალას უნდა გვაძლევდეს. აი როდესაც რაც განცხადებებს იმას გააკეთეს ამ დღეებში. ქვეყნის გარეთ ორი რამ გვებრძვის ჩვენ. სააკაშვილის ეშინიათ ეს არ არის მარტივი რამ, რასაც დაფიქრდით, ეშინიათ, იმიტომ რომ არ თქვას, ომი ვინ დაიწყო, ომი სააკაშვილს არ დაუწყია, ომი სააკაშვილს დააწყებინეს და დღეს სააკაშვილი, როგორც იტყვიან, აბუზა ყველასათვის ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ. სააკაშვილმა რომ თქვას, ომი როგორ დაიწყო, სულ გადატრიალდება ყველაფერი. არა რუსეთს აწყობს ეს რომ მან ეს თქვას. საშიში გახდა ამერიკას და რუსეთიც, იმიტომ რომ ამერიკას ეშინია რო არ თქვას და რუსეთი მუშაობს რომ გადაგარჩენდა თქვი. ამიტომ ჩვენთვის დღეს ეს ორი სახელმწიფო მსოფლიოსათვის მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის კატასტროფულად მძიმე რამ არის ჩვენთვის. ამიტომ ვამბობ, რომ ქვეყანა შეიძლება ხელისუფალი, რომელიც ქვეყნის გარედან არ მოიმართება. მე რაც მომწონს ბატონ ბიძინაში, აი ეს არის ბევრ რამესთან ერთად ის, რომ მან თქვა, რაც გინდათ ილაპარაკეთ, მე სამართლიანობა უნდა ავადგინო ქვეყანაში. ამ კურსს ვინც რომ ვიდრე ადგას, მას დიდი მხარდაჭერა ექნება ქვეყნას. ეს უნდა გასწორდეს. ძალიან საინტერესო პიროვნებაა იუსტიციის მინისტრი, ძალიან საინტერესო პიროვნებაა პროკურორი, ძალიან საინტერესო პიროვნებაა შინაგან საქმეთა მინისტრი. ამ ქვეყანაში თუ სამართლიანობა აღსდება, იქნება მშვიდობა. დიდი გამონათქვამი არ არის სამართლიანობა, არ არის მშვიდობა. ჩვენთან არ არის მშვიდობა, იმიტომ არ არის სამართლიანობა. ეს უნდა აღდგეს. ერთი საშიში გითხარით ის არის, რომ სააკაშვილმა პირი არ დააყოს. მე პოლიტიკურად ვამბობ ამას და თუ არ მინდა რომ სხვადასხვა შეურაცხყოფილი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მიუღებელია სააკაშვილი ყოველმხრივ. მეორე 20 მილიარდი დოლარია საქართველოში შემოსული. 1992 წლის შემდეგ 20 მილიარდი დოლარი, რომელიც ცნობილია. არავინ არ იცის ეს ფული საწავი და არავის ეს ფული არ ვინც არის არასამთავრობო ორგანიზაციები ერთ-ერთი არ აქვს მიღებული. მაგრამ ამბობ ნახოთ, ვინმე ითხოვს თავისუფლების ინსტიტუტს რა აქვს მიღებული თანხები. ვინმე ითხოვს სოროსის ფულს რა აქვს მიღებული თანხები, საწავით ესენი. ძირი გამოუთხარეს ამ ქვეყანას 20 მილიარდი. $1 არ დახარჯულა
ქვეყნისათვის. არავის არ აწყობს ამ ფულის გაშიფრება. არავის არ აწყობს მოლაპარაკე სააკაშვილი და არავის არ აწყობს მოლაპარაკე ფული, რომელსაც იტყვება 20 მილიარდი რომ მოვიდა ქვეყანაში, საწავიდა ეს ფული. ასე რომ გარეთ მე ძალიან კარგად ვიცი, როდესაც ევრაზიის ფონდში მიმიღეს 1993 წელს პირველი მერი ვიყავი, რომელიც ჩავიდა ამერიკაში ორთვიან სწავლებაზე, მიმიღო ევრაზიის პრეზიდენტმა, მითხრა რომ არავითარი პრობლემა არ არის, ამდენი მილიარდი გინდა, როგორ გინდა, ყველაფერი როგორ ამ დაანები, ამ ძეგლებს, იმას ამას, ეს მაშინ ჩვენ ვიბრძოდით, რომ იუნესკოში მიიღოთ ის ბაგრატი, გელათი, რაღაც დაანებეთ, ეხლა თვითონ მას კი არ უთქვას, მის პრობლემა მირჩიეს, რომ ასეთი შეხვედრა რომ მოგვიწვევს, შევანაცած კი გაუკვირდა, რომ თქვენ ევრაზიის პრეზიდენტი შეხვდათ, როგორც ეს ამერიკის პრეზიდენტზე დიდი პიროვნება არის. იონ მე შემოვთავაზა და მითხრა, ყველაფერი რასაც იტყვით, თქვენ გაკეთდება და გამომიგზავნეს მე სომეხი პიროვნება, რომელიც ჩამოუყვა პრაქტიკულად და მან მითხრა, რომ 30% ფული უნდა წავიდეს უკან. და მითხრა გარკვევით, რისთვის უნდა წავიდეს ეს ფული, რომ შენი პროპაგანდა გავწიოთ, ვიმუშაოთ იმას, რომ შენ ჭირდება ბევრი რამ, გაზეთებში სხვაგან დაიბეჭდოს, ეს ჩემთან მოვიდა. ეხლა მე ეს რომ მოგიყვეთ, ეს უბრალოდ იყო თქვა, იმიტომ რომ ვიცი, ეხლა ხვდები იმ ადამიანებს, რომელსაც ფული დგივათ და თქვენს უკან ძალიან ბევრი ვინმე დგას, მეზობელი, მეგობარი და რაც თავარია არასამთავრობო ორგანიზაციებში. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ეს შეგვიძლია ყავდა ინტელიგენცია, რომელსაც უნდა მეთქვა, რომ აი ხო ხედავთ, ასეთ შეხვედრები მოეწყო და აი აგერ გამოგიგზავნეს კაცი და მე მას რო უთხარი, რომ აგერ გავიდეთ და შენ ასაკრე მაქვს იმათთან. მე იმათ არ ჩიხდა. და იმ ხალხს მე ბოდიში მოვხადე და კიდე კარგი რომ იმ დღესვე უთხარი, რომ ასეთი რამ შემოთავაზეს მეთქი და მე ასეთ რამეში მონაწილეობას ვერ მივიღებ მეთქი და იმიტომაც დღეს ასე გაბედულად რომ ამბობთ, რომ ბევრი ვინმე ამბობს, რომ ასე იყო ადრე მე ვთქვი, მე არაფერს მე ვთქვი, მე წერდი ჩემი ყველა ინტერვიუ და მასალა გამოქვეყნებულია, ჩემი სტატიები გამოქვეყნებულია და კონკრეტული მაგალითითაც ვამბობ, აი აგერ რომ თქვა ინტელიგენცია იყო, რომელთაც არ შემოვიდა ის სომეხი საზღვრო, დღესაც ის სომეხი ყავს წარმომადგენლად ევრაზიის ფონდს კავკასიაში. თბილისში ის არაფერი არ შეცვლა. მოდის ფული, ეცლება სახელმწიფო საფუძვლები. ეს არის გარე ფაქტორები, რომელიც თქვა ევრაზიის ქვეყანას. შიგა ფაქტორი ბევრი, ერთი არის მასიური. ხალხს გონია რომ ყველაფერი დამთავრდა. 1 ოქტომბერს გაიმარჯვა ბიძინა ივანიშვილი დამთავრდა. მე ვამბობ, რომ ბიძინა ივანიშვილის დღეს უფრო ჭირდება მხარდაჭერა, ვიდრე ჭირდებოდა არჩევნების წინ. და არჩევნები თუნდაც იმ საკადრო პოლიტიკით და ბევრი რამის გამო. თვითონ აცნობიერებს რა დამოკიდებულება აქვს ჩემს მიმართ, როგორი აქვს ნაკლებად მაწოდებს. მე ვიცი, რომ დიდი საქმე მოხდა 1 ოქტომბერს და ამ საქმის უკან შებრუნება ეს ნიშნავს, რომ წაიშლება საქართველოს და დღეს ახლა მე თანამდებობაზე ვარ, არა ვარ, ვის შეხვდა, ვის არ შეხვდა, ეს კატასტროფაა უკვე. ამაზე ფიქრი და სწორედ აი ამ ერთი რაც ყველაზე მძიმე რაც მემაჩნია სამი რამ არის, რომელიც საძვის სახელმწიფოს ჩასაფრებული, გაყოყოჩებული და გაბოროტებული. ჩასაფრებულია სააკაშვილი და ნაცმოძრაობა. გაყოყოჩებულია ივანიშვილის გვერდით რისტრიალებს ბევრი. გაყოყოჩებული დაგვაჩნდა თავზე და გონიათ რომ მაგადგარეთ არავინ არ არის. და ამაზე ბევრი ფიქრობს, მე ყველას არ ეხება ეს, მაგრამ ბევრი ფიქრობს, რომ აი ჩვენ ვართ და გარეთ არავინ არ არის. მე არ მომეწონა ბატონი ბიძინასის გამონათქვამით, რომ პრეზიდენტი ჩვენი პარტიების შიგნით თორე გარეთ არ არის. მე დავასახელებდი ერთ 15 კაცს, რომელიც არ არის არც პოლიტიკოსი, არც არაფერი, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო. ეს არ არის თქვათ ახლა ასაკშია ბატონი რეზო. თავის ძოზე ვამბობდი, რომ ესე იგი რეზო თაბუკაშვილზე უკეთეს პრეზიდენტი არ იქნებოდა. არ არის არც პოლიტიკოსი არ ყოფილა, პარტიაში არ ყოფილა. საქართველოს ხალხს ეს ძალიან ბევრი პიროვნება, რომელიც არ არის არც ერთ პარტიაში, არც ქართულ ოცნებაში, არც თეთრებშია და არც სხვა პარტიაშია, მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტად იქნებოდა ძალიან. ამიტომ თქმა იმისა, რომ ჩვენს გარეთ არავინ არ არის, ვინც ამას ამბობს, შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს და მთელ მოსახლეობას და ესეთ რამებს გაფრთხილება ჭირდება სამოურო წარდგენა. ხო, ჩვენი პარტიების გარეთ, ჩვენ კონკურენტი არ გვეყოლებაო და საპრეზიდენტო კანდიდატი ჩვენს გარეთ არ იქნება არსებობდა. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ არის კარგი გამონათქვამები, ეს არ აერთიანებს ქვეყანას. მე არ მინდოდა ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტი რომ მეგომარდა და მე არ მინდა ქართული ოცნების პრეზიდენტი და ან პრემიერ-მინისტრი რომ იქნება, მაგრამ მე მინდა ქართული ხალხის პრეზიდენტი და მე მინდა ქართული ხალხის პრემიერ-მინისტრი. ყველას ერთად ჩემიანს და სხვისიანს ვარ აერთიანებს და არ ამბობს იმას, რომ ჩვენს გარეთ არავინ არ არის. ჩვენს გარეთ იქნებ გაცილებით მეტია და გაცილებით კარგი ადამიანები არიან. აქ არის პიროვნება, აგერ პირველ პარლამენტში ვიყავით ჩვენ და ბევრი პიროვნება ვიცით, რომელიც საინტერესო კარგია, არ არის შეიძლება ჩართული ამ პოლიტიკური იმაში. ამიტომ მე ვარ გამიგზავნეს ამის ისედაც მე მინდოდა მეთქვა პატივისცემით და მინდოდა ეს რომ მომეთქვა ეს მარტივი არ არის, ადვილი არ არის ყველაფრის გადალახვა, რომ ხალხი დააჯერო, რომ ყველაფერი დამთავრებული არ არის და წინ დიდი ბრძოლაა.
რომ იმას უთხრა რომ შენ ძმაო ასე ვაკეთებ რომ მოხდი აქ მინისტრად რაღაც და ამ შემდგომ და მეორეს უთხრა რომ მე გითხარით რომ ის გაბუროვდა მაგრამ ესე გაყოღოჩდა მაგრამ გაბუროვებული ცუარი ჩასაფრებულია ბევრი პარტია დღეს ჯომად არის ელოდება როდის გამოვარდება მე და იტყვის რომ მე ხო ვამბობდი ამას და ვიცი ხა რამდენიმე პარტია ასეთი და ან კიდე ვერ ვარ მოხდი თანამდებობაზე ამის გამო დაიქცა ქვეყანა ვისაც ნაციონალების მიერ განმოკავშირის აღორძინების და ნაციონალების მიერ განადგურებულ ქვეყანაში დღეს თანამდებობაზე ხებნა უნდა იმას საერთოდ მე მგონი დაკარგული აქვს ქვეყნის განწყობა დღეს უნდა შეგეხმეთ რომ რომელიმე თანამდებობაზე მიხვიდე ისეთი მდგომარეობა ჩვენ გვაქვს ანალიზი გაკეთებული მეცნიერების მონაწილეობით აქ არის ბატონი მერაბი და მისი მონაწილეობით და იცით როგორი ანალიზი გვაქვს გაკეთებული ჩვენ ამ ანალიზით ვადასტურებთ რისთვისაც მიჩვენდი უნდა მოეწყოს რომ საქართველოს მოსახლეობას მოუწყვეს გენოციდი ძალიან დიდი უბედურებაა რომ ეს ხალხი ასეთ მდგომარეობაშია და დახოცეს და რა ვიცი რა არ გააკეთეს 1000 რაღაც საქართველოს პრეზიდენტის პირველ რიგში იმპიჩმენტი და მისი სკამიდან წასვლა უნდა მოხდეს იმის გამო რომ საქართველოს მოსახლეობას მოუწყვეს გენოციდი გენოციდია ეს რომ 1,5 მილიონი კაცი მოკავშირის ლიდერი რომ იყო თვითონ და რომ მალავს ეს ყველაფერს და იმ პერიოდიდან მოყოლებული 1,5 მილიონი კაცია ქვეყნის გარეთ წასული ეს ხალხი გამათხოვებული 95-96% არის მათხოვრად ქცეული და პატოლოგიურ ძალებდამის თაობაზე გენოციდია ის რომ ვინც დარჩა ქვეყანაში 50% არ აქვს სიცოცხლისათვის საჭირო კალორიების ნახევარის მიღების საშუალება რა უნდა იყოს ბატონებო მეტი 1,5 მილიონი ქვეყნის გარეთ წავიდა ვინ წავიდა იმათი შემოსული ფული ცხოვრობს დანარჩენი საქართველო და ამავე დროს ოჯახს ეს 4 სულიან ოჯახს სჭირდება ანალიზი რომ გაკეთდა გერმანელებთან ერთად გავაკეთეთ 3221 ლარი თვეში რომ მიიღოს ელემენტარულად საჭირო კალორიები სიცოცხლისათვის საჭირო კალორიები რომ მიიღოს 4 სულიანმა ოჯახმა ასეთი ოჯახი საქართველოში იქნება ალბათ 2-3000 რომელიც ამას იღებს 4 სულიანი ესენი არიან პოგოჩები აი ვინც ხელისუფლებაში და სხვაგან არიან სხვა ძალიან მეეჭვება რომ რომელიმე ჩვენგანს ამის საშუალება დღეს 4 სულიან ოჯახში და წარმოიდგინეთ რასაც ნიშნავს ეს აი იმპიჩმენტი ეკუთვნის იმის გამო რომ მოსახლეობას აქვს ნიგერიული ხელფასი ნიგერიული პენსია ეს სოფლიოში მიღებულია რომ ყველაზე უარესია და ხელისუფლებას აქვს ამერიკული ხელფასი და ამერიკული აქვს ყველაფერი რაც მე ოჯახებთან არის იმპიჩმენტი უნდა მოუწყოთ იმის გამო რომ 42 სახლია საქართველოში რომელიც დაკავშირებულია პრეზიდენტთან მინისტრთან და ასე ჩვენ ესენი ყველაფერი უნდა მოვკრიბოთ მზად ვარ მე რომ თქვა დავდოთ ეს მასალა და ესე იგი ეხლა ამ დღეებში გამოვიტანოთ კიდევაც გამოფენა გავაკეთოთ 4 რიცხვში აი ისვისაც აი ციფრები ანალიზები ყველაფერი იყოს მოწყობილი დაპატიმრებულია ხილების მუზეუმი აი 26 მაისს უწაიღეს დაპატიმრებულია და გვინდა რომ ეს განვაახოთ და გვინდა სერიოზული რამის გაკეთება ესე უნდა იყოს ჩვენ ეხლა წიგნს ბეჭდავთ დამატებით დაუჯერებელი სინამდვილე ეს არის ბატონი მერაბ ბერძენიშვილის ძეგლის დანგრევა 19 რიცხვში რომ გვინდა ჩასვლა იქ წარმოიდგინეთ თქვენ რომ 19 რიცხვი არის ნიკოლოზოვი სააკაშვილის დიდი ბაბუას ნიკოლოზი იყო ბაბუას ნიკოლოზი ყავდა მამას ნიკოლოზი ყავდა შვილის ნიკოლოზი ყავს და ნიკოლოზობა დღესაა დაბადებული აი ამ კაცმა ნიკოლოზობა დღეს დაანგრია ქართულ ფილოსოფიურ ტრაქტატად და ასე იგი ფილოსოფიურ ტრაქტატად ან ქართულ ბიბლიად წოდებული რამ დაანგრია რომელზეც დღეს აქ იყოს ეს სულ არის მემორიალი მე ქუთაისში ცხოვრობდი და იქ მივდიოდით ადამიანები რომ ერთო ფილოსოფიური ტრაქტატი ეს ეკუთვნის ბატონ ლევან სანიკიძეს გამოთქმა თქვა რომ აქ უნდა მოხვიდე 4-5 საათი ათვარიელო ნახოთ ახვიდე თვეში 4-5 ჯერ მოხვიდე 4-5 საათი რომ ამოხსნა ეს არის ფილოსოფია და ერთი ხელის მოკლედ დაანგრიეს იმიტომ რომ კაცი რომელიც მიწაზე ფორთხავდა გულში ვერ აიტანა მან ამხედრებული ბიჭი ცხენზე შემდგარი ხმლით ვერ აიტანა ამას ისთვის ხო წარმატებული ადამიანი თუ მონა არ არის ისთვის ხო მიუღებელია ამიტომ 19 რიცხვში რაც ითქვა ბატონ მიხეილის მიერ ჩვენ დავაზობთ რომ წავიდოთ ერთი ავტობუსი იქნება თუ რამდენიმე ავტობუსი ჩავიდეთ დაურიგოთ პარლამენტარებს ის წიგნი რომელსაც ჩვენ გამოვცემთ ეს დაახლოებით 200 სალამდე ძიმე ეს ისა მაგრამ რაღაცა შევძლებთ რომ დაურიგოთ ადამიანებს ეს წიგნი სადაც აღწერილია ისტორია როგორ გაიხსნა რა იყო ეს ზეგლი და რა უქნა მიხეილი სააკაშვილი ჩვენ დავსწავლოთ სადაც იქნება უნდა დავარიგოთ იმ დღეს მემორიალი როგორიც იყო ანუ ამის ავტორი არის ესე იგი მერაბ ბერძენიშვილი
და ძალიან ცნობილი ესე იგი არქიტექტორი ყავდა კიდე ამასთან ეს ორი პიროვნება ბატონი ტონი კალანდარიშვილი ესე იგი ის სურათი უნდა გქონდეს და მეორე მხარეს ექნება სურათი ავტორი რომელიც აფეთქების მომენტში რომ ისი ავტორია სააკაშვილი საჯაროდ სახალხო და უნდა გადავტენოთ აი იმ დღეს 4-ში როცა ითქვა აი ასეთი სურათებით ყველას უნდა გვეჭიროს ხელში დაღუპული ბიჭებით დაწყებული რა სახლებში ცხოვრობენ რა დაანგრიეს რა მოსწეს რა გაანადგურეს და ძალიან კარგი ეს ახლა უნდა დავიწყოთ ფიქრი იმაზე რომ 4-ში ეს უნდა იყოს მართლაც ვისაც ღირსება გააჩნია ა გადადგომა არ გადადგომაზე არ არის საუბარი ყველა ადამიანს ვისაც ღირსება გააჩნია მან უნდა თქვას რომ ჩემი პრეზიდენტი არ ყოფილა თუ იყო არ არის დღეს სააკაშვილი ჩვენ სახალხო კრებამ ეს როდესაც 25 ნოემბერს ჩავატარეთ 2010 წლის იქ თქვით იმპიჩმენტი გამოვაცხადეთ მაშინ სწორედ იმ დოკუმენტზე დაგკნობით რომელიც ევროპაში მომზადდა ბატონი მინდია უგრეხელიძის მონაწილეობით გაკეთდა ეს და მისი უშუალოდ პატრონაჟი კარგია რომ ხვალ ის მოწვეულია თუ რაიმე დაჭირდება კიდევ ერთხელ მეორე გასწორდება მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი თემ სოფლიოს უნდა უთხრათ რომ საქართველოს ჭირდება ხელისუფლება რომელიც ქვეყნის გარედან არ მოიმართება არც ვაშინგტონს გაეგება ფეხქვეშ არც კრემლს გაეგება ფეხქვეშ ჩვენ ვართ ქართველები სული ძლიერი ხალხი გვინდა ურთიერთობა და მეგობრობა ამერიკასთან გვინდა ურთიერთობა რუსეთთან მაგრამ არავის ფეხქვეშ არ გავეგებით და ეს უნდა იყოს 4 ნოემბრის შეხვედრა უნდა დამთავრდეს საქართველოში არა მარტო სააკაშვილი უნდა დამთავრდეს პრეზიდენტი და ხელისუფლება რომელიც ქვეყნის გარედან იმართება